სექტორში იქნება გაცილებით უფრო მოქნილი და გაცილებით უფრო ეფექტური. შესაბამისად, მოკლედ დღეს ვიმსჯელებთ ანა ჯავაღონიასთან ერთად, რომელიც ახალ ადვოკატი, ინოვაციური სამართლებრივი ბიზნეს მოდელების სპეციალისტი. ანა, მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. უპირველეს ყოვლისა, ანა, მედიაციაზე ჩვენ ხშირად ვისაუბრია. როგორც პირდაპირ ეთერებში, ასევე კულისებშიც და შესაბამისად, ანუ ყველა ხედავთ მნიშვნელობას, რომ ამ შემთხვევაში პრეფერენცირების კუთხით შეიქმნა ძალიან ბევრი ალტერნატივა, ხო? აი ჩვენ არბიტრაჟზეც ბევრს ვსაუბრობთ, იგივე მედიაციაზე ბევრს ვსაუბრობთ, აი მეწარმეთა შესახებ კანონის რო ავიღოთ თუნდაც, ხო? ანუ იქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ზუსტად აი ამ მორიგებას მოიაზრებს ცალკეული მიმართულებით. მოკლედ, აი ეს ყველაფერი მინდა რომ დღეს გავაანალიზოთ და შესაბამისად მინდა უპირველეს ყოვლისა გამოვიდეთ თქვენთან კითხვით, აი ეს ცვლილებები საკანონმდებლო აქტების კუთხით, რომელიც პირდაპირ პროპორციულად მედიაციას უკავშირდება, რა მოლოდინები გააჩინა ზოგადად, როგორია თქვენი ხედვები და რა ტიპის გადაწყვეტა იქნება ეს ბიზნეს სუბიექტებისთვის. მადლობა პირველ რიგში თემი დაინტერესებისთვის, როგორც ყოველთვის პულსზე გაქვს ხელი, ნებისმიერ ცვლილებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მიუხედავად იმისა, შესაძლებელი ერთი შეხედვით არ იწვევდეს ამ რეაქციას. და რატომ ნახეთ, ფაქტობრივად წყვეტს ბიზნესისთვის სამართლებრივი მდგრადობის პრობლემების საკითხს. არის მოცემულობა, როდესაც დავის ნიველირება ამ მნიშვნელოვანი, არის მოცემულობა, როდესაც დავის გადაწყვეტა არის მნიშვნელოვანი და ყველა ამ პროცესში ბიზნესისთვის არის მთავარი რესურსი, ეს არის დრო, ეფექტურობა და ფინანსური სახსრები, რომელიც ამ პროცესს შეიძლება დასჭირდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მედიაცია ფაქტობრივად მინიმუმამდე მიყავს დანახარჯი, მინიმუმამდე მიყავს დროითი კომპონენტი და მაქსიმალურად ზრდის შედეგიანობას ხდება ჯადოსნური ჯოხი ნებისმიერი ბიზნეს სექტორისთვის, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ მობილური იყოს, მდგრადი იყოს და ეფექტურად მოახდინოს იმ კრიზისის მენეჯმენტი, რომელიც შეიძლება დადგეს ამა თუ იმ მოცემულობაში. განსაკუთრებით ეს შეიძლება საინტერესო იყოს მრავალკონტრაქტიანი კომპანიებისთვის, შეიძლება იყოს დეველოპერული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით საფინანსო კომპანიების, სადაზღვევო კომპანიებისთვის, რაც კიდევ უფრო მოქნილს გახდის მათ საქმიანობას და სამართლებრივ ბადეს, რომლის ფარგლებში ისინი ფუნქციონირებენ. აი რა ტიპის გადაწყვეტა იქნება იმ სპეციფიკის კომპანიებისთვის, რაც თქვენ ახსენეთ, ეხლა აი მაგალითად დეველოპმენტის ნაწილი, თუნდაც იგივე ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების, სერვისებზე ორიენტირებული კომპანიების ნაწილში, ხა მრავალკონტრაქტიანობა იქ, ხო, ანუ ძალიან ესეთი აპრობირებული მეთოდოლოგია, ხო, იმიტომ რომ ბევრი კონტრაქტორი, ბევრი ვენდორი ყავთ და შესაბამისად ამ ნაწილში ძალიან კარგად ხედავთ თვითონ ერთიან მოზაიკაში, მაგრამ მე მაინტერესებს აი თქვენი კვალიფიციური რჩევა, ხედვა რეალურად აი ამ ტიპის და ამ სპეციფიკაციების მატარებელი კომპანიებისთვის აი რა შედეგების მომდანი იქნება ეს ყველაფერი? ძალიან კარგი კითხვა. ამისათვის მნიშვნელოვანია წარმოვიდგინოთ მექანიზმი, როგორ შეიძლება იმოქმედოს. ხო, პირველი არის მთავარი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ პრევენციულ ნაწილზე, აქ მნიშვნელოვანია რომ კონტრაქტებში გაჩნდეს დათქმა, როდესაც ნებისმიერი დავის წარმოშობის შემთხვევაში პირველი იქნება სამედიაციო პროცესები, რომელსაც მხარეები ისარგებლებენ. და აქ საუბარია კერძო მედიაციაზე. მინდა გავმიჯნოთ სასამართლო მედიაცია, რომელიც უკვე საუბარი არის სასამართლოში შესული საქმეების ნაწილზე. კერძოა, როცა მხარეები არ მიმართავენ სასამართლოს და პირდაპირ მიდიან კერძო მედიაციაში. ეს კიდევ უფრო უპირატეს ხდის ამ პროცესს. რა კუთხით? გეტყვით ახლა. ეს დათქმა მოგცემ საშუალებას, რომ მხარეებმა არ დაიწყონ დავა სამართლებრივად საქალაქო სასამართლოში და მიმართონ პირდაპირ კერძო მედიატორს. ამ დროს როგორც წესი იყო გამოწვევა. პირველი იყო ეს ხანდაზმულობასთან დაკავშირებული, რომ არ მოხდეს ვადების გაშვება, სანამ მხარეები ცდილობენ კონსტრუქციულად მიუდგენ საკითხს და მორიგებით დაასრულონ საკუთარი უთანხმოება. კანონი ითვალისწინებს, რომ მანამ სანამ მიმდინარეობს თუნდაც კერძო მედიაციაში მოლაპარაკება, ხანდაზმულობის ვადი ჩერდება და მხარეს უნარჩუნდება ის მიმართვის ვარგისიანობა, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ. მეორე და მნიშვნელოვანი იყო საუბარი, რომ მასანამ მე ვრიგდები, შეიძლება აქტივებთან პრობლემა შეიქმნოს, ან გაასხვისოს, ან გაყიდოს, ან სხვა სახით შეამციროს აქტივები, რომელთაც მე უნდა მოვახდინო საკუთარი ინტერესის დაკმაყოფილება. ესეც მოგვარდა, იმიტომ რომ მხარეს შეუძლია მიმართოს უზრუნველყოფით მანამ სანამ კერძო მედიაცია მიმდინარეობს და დაცულობა აქაც გარანტირებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იყო აღსრულების საკითხი.
კერძო მედიატორის მიერ შედგენილი ისევე აღსრულებადია სასამართლოს მიერ, როგორც შეიძლება ეს გახდეს სასამართლო გადაწყვეტილება. ანუ ისე ერთი მორიგი ბენეფიტი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის დრო, რომლის ფარგლებში ეს ყველაფერი დგება. თუ ჩვენ სტანდარტულად ჩვენს პრაქტიკას ავიღებთ, მხოლოდ პირველი ინსტანცია შეიძლება დაჭირდეს 2-3 წელი სიტყვისთვის საშუალოდ თუ ავიღებთ, ხო, დროს. მედიაციის შემთხვევაში ეს არის შეიძლება კვირა, მაქსიმუმ თვე-თვენახევარი, 2 თვე, თუ რთული შემთხვევა შეიძლება 3 თვეზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ როგორც წესი, ეს არის მინიმალური ვადები. წარმოიდგინეთ ახლა, რატო უნდა მივიდეს ბიზნესი, გრძელვადიან, ხარჯიან, თან წარმოიდგინეთ, ეს არის რეპუტაციული რისკი, იმიტომ რომ დავაყოლოთ ეს გადის მხარეებს გარეთ, ეს არის საზოგადოებრივი ინტერესი, ეს არის გამოტანა ყველა იმ კონფლიქტური მოცემულობისა, ეს არის რეპუტაციული რისკი, იმიტომ რომ პოტენციური პარტნიორები გაიგებენ, რომ თქვენ გარკვეულ კრიზისში ხართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს არის ბიზნესისთვის უდიდესი წნეხი და მდგრადობის, მისი მდგრადობის მტერი, ესე რომ ვთქვათ, ხო, მარტივიანი. მედიაცია არის ყველაფერი ამის მოგვარების შესაძლებლობა, თან ისე რომ თქვენ დავაში არ შესუხართ, პარტნიორსაც კი ინარჩუნებთ. და გარდა იმისა, რომ სასამართლოში თქვენ ვიცით, რომ მოსამართლე ვერ გაცდება სასარჩელო მოთხოვნას, ის მხოლოდ უნდა დარჩეს იმ ბაზაზე, რაც მოცემულობა მოიტანეს მხარეებმა. მედიაცია შესაძლებელია შედგეს აბსოლუტურად სხვა შეთანხმება, მაგრამ თუ დაკმაყოფილდება მხარეთა ჭეშმარიტი ინტერესი, რომელიც ფარგლებშიც ისინი მიმართვა განხორციელდა, ეს ჩვეულებრივად არის აღსრულებადი შეთანხმება, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ის გარანტიები, რაც აღსრულებას ეხება, ავტომატურად მოქმედებს. ძალიან კარგად ახსენით, ანა, აი ძალიან კარგად ახსენით ახლა და მათ შორის აანახეთ ჩვენს მრავალრიცხოვან პუბლიკას და საზოგადოებას ის ბენეფიტები, რაც ამ შემთხვევაში მედიაციაზე აქვს, თუნდაც იგივე ტრადიციულ სასამართლოსთან მიმართებაში. მე ცოტა მოგვიანებით ჩვენი საუბრის ბოლოს თანაფარდობას და შედარებას გთხოვთ მედიაციისა და არბიტრაჟის პრეფერენციებთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე აი სასამართლო კომპონენტი ახსენეთ ახლა და ასევე ჩვენ წლების განმავლობაში დიდი ხანი გვისაუბრია და ბევრჯერ გვისაუბრია იმ ნაკლოვანებებზე, რაც ზოგადად სასამართლო ეკოსისტემაში არსებობს. სასამართლო რეფორმირებაზეც ძალიან ბევრი გვისაუბრია და არსებობს დღეს მოცემულობა და არ ვიქნები რაღაც ახალი და ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ დღეს მაგალითად აი სასამართლოში არსებულმა, ასე ვთქვათ, პრეფერენციებმა, ხო, გულისხმობ რას? მოსამართლეთა შესაძლოა არასათანადო რაოდენობა ბიზნეს დავების ნაწილში და იმ მოსამართლეების კიდევ უფრო ნაკლებმა რაოდენობამ, რომლებსაც ბიზნეს კვალიფიკაცია აქვთ და პლუს ამას ინსტანცირებამ საქმეების საბოლოო ჯამში ბიზნეს დავის ნაწილი არ გადავამეტებ არაფერს, არ უტრირებ რეალობა და მოცემულობა და მაგით ვიძახი ბიზნეს დავა, აქცია, ისედაც კოშმარია ხა ცხადია ბიზნესისთვის, მაგრამ დამატებით წნეხად, დამატებით სტრესად და დამატებით კოშმარად. შესაბამისად, მე მინდა გკითხოთ. აი თუნდაც ეხლა მე წინა სიტყვაობაშიც ვახსენე მეწარმეთა შესახებ კანონი. მეწარმეთა შესახებ კანონში არის ეს მუხლი, სადაც აი მედიაციის ნაწილი, მორიგების ნაწილი. არის საკმაოდ დიდი დოზით დენომინირებული, ეს ერთი და მე მგონია რომ აი ეს ნედლეული ჯერ კიდე 3 წლის წინ ჩაიყარა. რაღაცისთვის ალბათ ვემზადებოდით. მე მაინტერესებს აი დღეს არსებული აქტი, როდესაც მედიაციის შესახებ კანონში შედის ცვლილებები. ეს აქტი ნიშნავს თუ არა იმას, რომ კანონმდებელმა სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ეკოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევები სწორად დაინახა და ეს ნაბიჯი, ეხლა ეს კითხვა არ მინდა ცოტა მართლა უტრირებული გამომივიდეს, იმიტომ რომ სასამართლო რეფორმამდე ალბათ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, ხო? მაგრამ ეს ნაბიჯი შეიძლება იყოს თუ არა ერთი აგური, ერთიანი სასამართლო სისტემის სისხლის სამართალზე არ მაქვს საუბარი, ბიზნეს დავებზე ვსაუბრობ, რეფორმირების ნაწილში შეიძლება თუ არა ეს აღვიქვათ ერთგვარ აგურადაც. ძალიან სწორი მიგნება, ნახეთ, თუ ფართო ჭრილში შევხედავთ საკითხს. რა თქმა უნდა, თუ საზოგადოებას სწორად დაინახავს ამ მექანიზმის როლს, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სასამართლო სისტემის განტვირთვის ერთ-ერთი მექანიზმი. და რატომ ნახეთ, ფაქტობრივად მინიმუმამდე დავა საჭიროება მიმართვა განხორციელდეს სასამართლოსთვის. იმიტომ რომ არ არსებობს უპირატესობა, რომელიც გადაწონის ბიზნესისთვის იმ ბენეფიტებს, რომელიც მოაქვს კერძო მედიაციის ჩართვა სახელშეკრულებო დათმის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ. ნახეთ, თუ იყო ადრე მოცემულობა, რომ მედიატორის მიერ შედგენილი აქტი უფრო იყო რაღაც მხარეთა კეთილინების გამოხატვა, დღეს ეს მოცემულობა აღარ არის. დღეს უკვე ეს არის აღსრულებადი დოკუმენტი. ნახეთ, რა არის მთავარი კიდევ აქ.
ეს არა განსხვავებით არბიტრაჟისგან, სადაც გადაწყვეტილება მიიღო მესამე პირმა, აქაც მიუხედავად იმისა, რომ უფრო მარტივია, უფრო სწრაფია, უფრო კომპეტენტური შეიძლება რაღაც მიმართულებით იყოს, მაინც მიიღო გადაწყვეტილება მესამე პირმა. აქ მხარეები მივიდნენ გადაწყვეტილებამ, წარმოიდგინეთ და რაც აქ ერთი მნიშვნელოვანი გვავიწყდება, როცა მხარეებმა თავად განახორციელეს შეთანხმების მიღწევა არ ხდება გასაჩივრება. გასაჩივრება არ ხდება. ანუ იქ მიღებული გადაწყვეტილება არის იმ წუთას უკვე აღსრულებად, უკვე ქმედითი. ანუ ინსტანციებში აღარ მიდის. ანუ გარდა იმისა, რომ 3 წლის ნაცვლად დავასრულეთ თუნდაც 3 თვეში, ვთქვათ ეხლა დიდი რაღაც დრო, ხო? აქ დამთავრდა ყველაფერი. ანუ აღარა, თან რა არის მთავარი განშტვრიდადობის პრობლემა ეხსნება ბიზნეს. გარდა იმისა, რომ რთულია განშტვრიდო სამართლო როგორ დასრულდება, მიუხედავად რომ არ არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, როგორც წესი ძალიან რთულია ეს საკითხი, აქ მთავარი რა არის? მე მაქვს აქტივების, საოპერაციო ხარჯებისთვის თანხები იქნება თუ საბრუნავი ხარჯები იქნება, წვდომის შენარჩუნების შესაძლებლობა. ანუ ის რომ არ მადევს ყადაღები იქნება თუ სხვა შეზღუდვები მრავალწლიანად, მე ვფლობ ჩემი ბიზნესის რესურსების მართვის შესაძლებლობას დღეს და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირის წინ ვიყავი საკმაოდ მწვავე კრიზისში. რასაც სასამართლო ვერასოდეს ვერ მისცემს მხარს. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ მედიაცია არის ახალი მექანიზმი, 2019 წელს მოხდა პირველად კანონის მიღება. წარმოიდგინე რა მოკლე დრო არის და უკვე მივიღეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ქმედით საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას არა მარტო სასამართლო მედიაცია, კერძო მედიაცია გახადოს მთავარი მექანიზმი, რომლის ფარგლებში ბიზნესი იგრძნობს, რომ თვითონ მართავს პროცესებს, რომ ამ პროცესებში არ არსებობს დამატებითი ბერკეტები, რომელიც მის ფინანსური იქნება თუ სამართლებრივ მდგრადობას ხელს შეუშლის და თუ სწორად ისწავლის ამ მექანიზმების გამოყენებას, ფაქტობრივი წინაღობა, რომელიც მას გრძელვადიან პროექტებში ჩართულობას ადრე უქმნიდა, აღარ იქნება. ძალიან კარგია ეს და აშკარად შვება და კარგად ახსენეთ. ეხლა რომ სასამართლო განტვირთვის ნაწილშიც ეს მართლა კარგი ნაბიჯი არის და მე აქ ვისურვებდი და მადლობა უპირველეს ყოვლისა აი ამ აქცენტებისთვის მე ვისურვებდი რომ აი ეს საკითხები ძალიან სწრაფად ფორსირებულად მივიტანოთ ბიზნესამდე რომ ბიზნესში ცნობიერება ამაღლდეს რომ აი არსებობს ეს პრეფერენცია შეუძლიათ მათ ისარგებლონ ანა გვჩება ზუსტად 2 წუთი და 2 წუთში მე მინდა ეხლა არ არის საკმარისი დრო ცხადია მაგრამ მე მინდა აი არბიტრაჟის თემა და მედიაციის ნაწილი შევადაროთ ეხლა აი ჩვენ პარალელები გავავლეთ მაგალითად სასამართლოსა და მედიაციას შორის მაგრამ ახლა აი არბიტრაჟის მინდა შემოვიტანოთ ამაში იმიტომ რომ მათ შორის არბიტრაჟის ინსტიტუტიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოსისტემა სასამართლოს განტვირთვის ნაწილშიც. შესაბამისად უკვე აი შედარებითი კომპონენტები არბიტრაჟსა და მედიაციას შორის. ძალიან მადლობა ამ კითხვისთვის. საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს, რომ როგორც წესი ბიზნესი იყენებს დათქმას მედიაცია პლუს არბიტრაჟი. თუ დაუშვათ მოხდა ისე, რომ სამედიცინო შეთანხმება განხორციელდა, რომ მხარეები მიმართავენ არბიტრაჟს. ორივე საქმე მთავარი, ეს არის დროითი საკითხი, კომპეტენციის საკითხი და მხარის მიერ შეგრძნება იმისა, რომ ეს პროცესი თავად მართავს. თუმცა მედიაციის შემთხვევაში კიდევ ერთხელ მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას. არ არსებობს კრიზისი, ანუ გადაწყვეტილებას მესამე პირი არ იღებს, თვითონ იღებენ. და რაც უფრო მოკლეა ვადაში და რაც მიმღებლობა ბიზნესი, იმიტომ რომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ვინ-ვინ სიტუაციის ფარგლებში ურთიერთსარგებლიანობაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება. არბიტრაჟი ვაით მესამე პირის მიერ ხორციელდება სამართლებრივი არგუმენტების აწონვის შედეგად გადაწყვეტილების მიღება. აი ეს არის მინუსი იმ ხომ მაინც მესამე პირის გადაწყვეტილება არის. სხვა შემთხვევაში ჩემი რეკომენდაცია პირადად ყოველთვის არის ხოლმე რომ პირველი მედიაცია, შემდეგ არბიტრაჟი, იმიტომ რომ არბიტრაჟს რა თქმა უნდა უპირატესობა აქვს სტანდარტული სასამართლო სისტემის განსხვავებით მორგებულობა, სისწრაფე, ეფექტურობა და ასე შემდეგ. თუმცა მედიაციის ფარგლებში მთავარი უპირატესობა რომ იქ მთავრდება ყველაფერი და მხარეებს აქვს შეგრძნება რომ თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მიმღებლობა აქვს და რაც მთავარია ეს ყოველთვის ურთიერთსარგებლიანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ბიზნესმა იცის საკუთარი ფინანსური სახსრების ესე ვთქვათ, როგორ შეიძლება, სად შეიძლება, როგორ გადაწყვეტილება მიიღოს, რომ შესაძლებელია ერთ ნაწილში დათმობით მიიღოს მაქსიმალური მეორე კომპონენტში, რასაც არბიტრი ვერ გააკეთებს. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის არის, თუმცა მე მომართავენ მედიაცია პლუს არბიტრაჟი ფორმულა.
ანა აი ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ აი დილიდან შემოიტანეთ აი ეს ძალიან კარგი ინფორმატიული მუხტი ჩვენს გადაცემაში და მე ჩვენ საუბარში ვახსენე რომ აქ სიმძიმის წერტილი აუცილებლად გავა ბიზნესის ცნობიერებაზე და შესაბამისად მზად ვართ რომ აი ეს ტრიბუნები ჩვენი გადაცემები მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისთვის რომ ბიზნესთან ერთად და ბიზნესს უპირველეს ყოვლისა ვაჩვენოთ და დავანახოთ ის ბენეფიტები რაც თუნდაც კანონში შეტანილ ცვლილებებს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან დიდი მადლობა თქვენ მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე კვლავ იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი და თუნდაც ამ თემას თუნდაც სხვა ბევრ მნიშვნელოვან სამართლებრივ ბიზნეს სამართლებრივ თემას პირდაპირ ეთერში მიმოვიხილავთ დიდი მადლობა წარმატებულ დღეს გისურვებთ ანა ჯავახონია პასუხობდა გადაცემას დილის მონეტიზაციის კითხვებს ახლა რეკლამაზე გავალთ რეკლამის შემდეგ უკვე ენერგეტიკაზე ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო ანალიტიკას ჩავშლით პირდაპირ ეთერში ჰიდროპროექტები მათი განვითარების